ახლა კიდე ავაბრუნდეთ კვლავ საქართველოს და ზამთრის ელიტარულ კურორტს, რომელიც უკვე დამსვენებლების მოლოდინშია. სეზონი გუდაუთში უკვე ოფიციალურად გაიხსნა სამთო-სათხილამურო სეზონის გახსნის პირველ დღეს გუდაუთში იმდენი დამსვენებელი ჩავიდა, რომ სასტუმროების მეპატრონეებსაც კი გაუკვირდათ. ტურისტები საქართველოს რეგიონების გარდა მეზობელი ქვეყნებიდანაც ჩავიდნენ. ტურიზმის დეპარტამენტმა წელს გუდაუთში ჩასულ დამსვენებლებს ბევრი სიახლე დაახვედრა. განახლა ინფრასტრუქტურა და გაამკაცრა დაცვის სისტემა. დეპარტამენტი თებერვლის ბოლოს ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისათვის ფრირაიდის გახსნასაც გეგმავს. ყოველ სეზონზე ჩამოვდივარ მეგობრებთან ერთად, ძალიან კმაყოფილი ვარ. წელს ალბათ უფრო მოვლილი იქნება ტრასები და ხალხსაც ბევრს ელოდებიან. ფრირაიდთან დაკავშირებით კი მივიღებთ მონაწილეობას და ძალიან კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი იქნება ესეთი რაღაცები და უფრო განვითარდება საქართველოში სამთო-სათხილამურო სპორტი, მით უფრო კარგი იქნება ჩვენთვის. ამის გარდა ჩვენ უმოკლეს დროში ვეცდებით, რომ გავაკეთოთ ანალიზი თუ როგორ შეიძლება სწორედ განვითარდეს არა მარტო გუდაუთი, არამედ მთლიანად ეს რეგიონი. და ამაში ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარება იმ ავსტრიელი სპეციალისტების კონსულტაციები, რომლებთანაც უკვე წინასწარი მოლაპარაკებები ჰქონდა. ქალების უკურნებელი სენის შოპომანია. როგორც ირკვევა ამ სენით ქართველი ქალების უმრავლესობას დაავადებულია. მუმბაიში 20 საათზე თქვენ ქეთემან ბერაიას სპეციალური რეპორტაჟი გებით.